მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმზე, რომელსაც დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი ლანა ქავთარაძე იქნება. მოგესალმებით, ქალბატონო ლანა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველი კითხვა გუშინელ დღეს ეძღვნება იუბილარები ბრძანდებოდით 90 წელი შეუსრულდა ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს, რა გამოწვევებით როგორ შეხვდა ამ დღეს ჩვენი მუზეუმი. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. პირიქით მადლობა მოსვლისთვის. რაც შეეხება სანამ კითხვაზე პასუხი დავიწყებ და მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და მთელ საქართველოს მიუსამდურო პატრიარქის გარდაცვალება. ძალიან დიდი დანაკლისი იქნება საქართველოსთვის. რაც შეეხება კითხვას, გუშინ წინ 1 აპრილს მუზეუმს შეუსრულდა 90 წელი. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი დაარსდა 1936 წელს და ჩვენს მუზეუმში დღეს უკვე ინახება 4000-მდე ექსპონატი, რომელთა ქრონოლოგიის პერიოდი მოიცავს ძველი წელთაღრიცხვით მე-7 ათასწლეულიდან დღემდე. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმში გუშინ გრანდიოზულად აღნიშნეთ, თქო ვერ ვიტყვი გარდაცვალების პატრიარქის გარდაცვალების გამო, თუმცა ღონისძიება გავმართეთ, რადგან საიუბილეო თარიღი ჰქონდა. თავდაპირველად იყო მომხსენებლები ჩვენი პროექტის ფარგლებში პირველი ევროპული სალონი გურიაში საუკეთესო მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი თავი და ბოლოს ღონისძიების დასასრულს კი ჰქონდა მუზეუმში დაცული ფოტოარქივით გაცოცხლებული კადრები ერთი დღით ვიმოგზავრეთ ძველ ოზურგეთში. ღონისძიებამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, სასიამოვნო და ერთი ლამაზი დღე დაგვრჩა მუზეუმის ისტორიაში. თქვენ ბრძანდებით სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი. დღეს მდგომარეობით რამდენ მუზეუმს აერთიანებს ეს სამუზეუმო გაერთიანება და როგორ ცოცხლობენ დღეს მუზეუმები სოფლად? ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანება მოიცავს 5 მუზეუმს. ცენტრალური მუზეუმი, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ჭანტურიას პირველ ნომერში. სოფლად გვაქვს 4 მუზეუმი. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი არის სოფელ ლიხაურში, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი გვაქვს სოფელ ცხენლისხეთში, შალვა რადიანის დვაბზოს ეთნოგრაფიული მუზეუმი დვაბზოში და გურიანთის მემორიალური მუზეუმი სოფელ გურიანთაში. რთული მდგომარეობაა ზოგ მუზეუმში ნამდვილად, თუმცა მუნიციპალიტეტი გვპირდება, რომ სამომავლოდ სრულად იქნება რეაბილიტირებული. ამ ეტაპისთვის ცხენლისხეთის მუზეუმი და სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი სრულად არის რეაბილიტირებული და დამთვალიერებელი ყოველთვის კმაყოფილია. თუმცა დიდ თოვლობის გამო დაგვიზიანდა დვაბზოს ეთნოგრაფიული მუზეუმის სამზადის შენობა და სამომავლოდ გვპირდებიან, რომ აუცილებლად იქნება სარემონტო სამუშაოები. რთული მდგომარეობა გვაქვს გურიანთის მემორიალურ მუზეუმში. ამ ეტაპისთვის მუზეუმიდან ექსპოზიცია გადავიტანეთ ყოფილ ბაღის შენობაში დაცვის მიზნით, რადგან იქაც დიდ თოვლობის და სტიქიების გამო დაზარალდა მუზეუმი და სავალალო მდგომარეობაში იყო ნივთები. სამომავლოდ ვაქაც რა თქმა უნდა არის დაპირებები და ვფიქრობთ და კომპლექსური იქნება და უფრო ვიზიტორისთვის კარგი იქნება, რომ ვაშნარის ტერიტორიაზე პატარა მუზეუმი აგვიშენონ და იქ განვათავსოთ და ეს იქნება ვიზიტორისთვის აქ ვაშნარი კომპლექსურად მუზეუმი და ერთ სივრცეში მოეწყობა ორი სანახაობრივი. თუმცა ამ ინფრასტრუქტურის მიუხედავად ახერხებენ ეს მუზეუმები გარკვეულ აქტივობებს და რაღაცა ჩანან ასპარეზზე. ყოველთვის გვაქვს ვიზიტორები, სკოლები, უცხოელი ვიზიტორები, განსაკუთრებით ეთნოგრაფიით არის მოხიბლული დვაბზოს მუზეუმში, თუმცა პრობლემები არსებობს. აი, რამდენადაა დღევანდელი მუზეუმი თანამედროვე სივრცე თუ ის რჩება მარტო წარსულის შემკრებ ადგილად? თქვენ როგორ უყურებთ ამას და რამდენად იგაჩნიათ, რომ რაღაცა თანამედროვეობას უნდა აუწყოს ფეხი მუზეუმს? უკანასკნელი წლების განმავლობაში მუზეუმის როლიც თანამედროვე საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად შეიცვალა, რადგან მუზეუმი დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ სივრცე ექსპონატების შესანახი, აქ დიდია სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული როლი. ამ მიზნით სამუზეუმო გაერთიანებაში მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მუზეუმი იყოს, მუზეუმმა ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და მუზეუმი გახდეს ყველასათვის მისასვლელი ადგილი. ამას ვაკეთებთ ღონისძიებებით, აქტივობებით, შემეცნებით პროგრამებით, პროექტებით,
სხვადასხვა გამოფენებით, ვიდეორგოლებით და ფიქრობ, რომ დღეს მუზეუმები ნამდვილად არის ცოცხალი ორგანიზმი. კი, ნამდვილად. ახლა ოზურგეთის მუზეუმზეც რო გადავიდეთ და ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, ანუ ნამდვილად არის სავიზიტო ბარათი ოზურგეთისთვის, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. ის განახლებულია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემა რჩება და გამოწვევა, ვთქვათ, კაბინები, ვიტრინა კაბინები და საგამოფენო სივრცის არარსებობა. ამასთან დაკავშირებით, რამდენადაც დაამზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ გაკეთდეს ვიტრინა კაბინები და ფართო საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა, უცხოელმა ვიზიტორებმა ნახონ ჩვენი წარსული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ ალბათ გაქვთ მზაობა ამასთან დაკავშირებით. გაგცემთ ახლა პასუხს, რამდენიმე კვირის უკან მყავდა ჩვენ მუნიციპალიტეტის მერის სტუმრა და აბსოლუტურად დავკვირდა, რომ თუნდაც მუზეუმში მოეწყობოდა ექსპოზიცია. უახლოეს მომავალში არსებობს პროექტი და ამ პროექტის განხორციელებაზე მიდის საუბარი. რაც შეეხება ჩვენს მუზეუმში, ისტორიულ მუზეუმში ინახება ჩვენი მხარის წარსულის უნიკალური ნაშთები, როგორიცაა კოლხური თეთრი ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-3 საუკუნე, ანტიკური ხანის ნივთები ახალი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის მეორე ნახევარი. ასევე გვაქვს სარკოფაგები მე-5-მე-8 საუკუნე. ზაქარია ანდრონიკაშვილის საფლავის ქვის გადასაფარებელი მე-19 საუკუნე, ბრინჯაოს განძები, ბრინჯაოს პერიოდი. გვაქვს ადგილობრივი ოსტატის დამბაჩები, კვაჭაძის დამბაჩები მე-19 საუკუნე და ბევრი სხვა უნიკალური ექსპონატი, რომელთა ნახვა შეუძლია ნებისმიერ დროს ვიზიტორს, თუმცა ხა საგამოფენო სივრცე ასე ერთ სივრცეში გვაქვს ეს მოთავსებული და ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ ეს ვიტრაჟები და სრული საგამოფენო სივრცე, როგორც გვირდებიან, სამომავლოდ აუცილებლად იქნება. და ცირკულაციის ის ჭირდება, ანუ დიდ სამხრეთთანაა, როგორც ვიცით საუბარი. დაკავშირებული და ამ ეტაპისთვის იმიტომ ვერ მოხერხდა გაკეთება და ნელ-ნელა ეტაპობრივად დაიწყება. ჯერ გარე ფასადის გაკეთება, ქონდა პრობლემები ჭერშიც, ის უკვე აღმოიფხვრა. ხა დარჩენილი გვაქვს გარე ფასადი და შიდა სივრცის მოწყობა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საექსპოზიციო სივრცე არ არსებობს, მაინც არის ახალგაზრდების სიმრავლე და სკოლების სიმრავლე თქვენთან მუზეუმში. და ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ, რატო გაიღო ფართოდ ასე კარები მუზეუმის სკოლებისთვის? ჩემი მიზანი ხო, ძვირფასია და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა სკოლებთან. ჩვენი მიზანი იყო ზუსტად ეგ, რომ მემორანდუმები გაგვეკეთებია სკოლებთან, დირექტორებთან გვაქვს თითქმის ყოველდღიური კავშირი. თვითონ გვეკითხებიან რაიმე ახალი პროექტის ხო არ გეგმავთ, ბავშვების სხვათა შორის მინდა აღნიშნო გუშინდელი დადებული ფოტოებიდან გამომდინარე, დღეს ქუჩაში რომ შემხვდა, ყველა მეუბნებოდა, რომ ისევ ეს პროექტი ხო არ გაგრძელდებოდა. ეს იყო პირველი ევროპული სალონი გურიაში, მე-19 საუკუნით გავაცოცხლეთ მამია გურიელის სასახლე. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი ვიზუალითაც. ნამდვილად. და ანუ რაც შეეხება ჩვენს კუთხეს წარსულს, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ყველა ახალ თაობას გადავცეთ ჩვენი ცოდნა, ჩვენი წარსულის შესახებ უნდა იცოდეს ეთნოგრაფიული კუთხით, ნუმიზმატიკური კუთხით, ფოტოხელოვნების კუთხით. ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენი წარსული, ჩვენი იდენტობა არ დავიწყოთ და გადავცეთ მომავალ თაობას. ეს იყო საერთო პროექტები და ასევე სკოლებსაც უთმობთ სივრცეებს, რომ თქვათ, რა თქმა უნდა, ყველა სკოლას აქვს შესაძლებლობა ჩვენთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, რაიმე დაგეგმილი არ იყოს მუზეუმში, მოვიდეს, გაიაროს წინასწარ რეგისტრაცია გავადავარქოთ მოდი ამას, რომ მუზეუმს ეცალოს თავისუფალი იყოს და ყველა სკოლის, ყველა კლასისთვის მუზეუმის კარი ყოველთვის ღიაა. ჩაატაროს გაკვეთილები, ინტეგრირებული გაკვეთილები, რა თქმა უნდა, ხა ამთლად ამოვარდნილი ჩარჩოს არ უნდა იყოს, მუზეუმსაც უნდა ეხებოდეს, ისტორიასაც, მაგრამ თუ ახლა გამონაკლისებსაც დაუჩვევთ, თუ კი იქნება შესაძლებლობა და არ იქნება სივრცე, ძალიან უხარიათ ბავშვებს არაფორმალურ სივრცეში გაკეთება. ნამდვილად უხარიათ და ღონისძიებების. ჩვენ ეცნობიან მუზეუმის სივრცეს და თქვათ და ასევე ჩვენ გვაქვს მკითხველთა კლუბი მოაზროვნე, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ვასილ ნადირიძე, ამ კუთხითაც ბავშვები დაინტერესებული იყვნენ და არაფორმალურ სივრცეში ტარდებოდა საკითხulis გააზრება. ამ პროექტმა ძალიან მოწონება დაიმსახურა. 1 წლის წინ იყო ეს პროექტი და სამომავლოდ ალბათ გავაგრძელებთ. სასიამოვნოა ძალიან და ბოლო კითხვა, ჩემი იუბილეი ჩაიარა, მაგრამ მოდის 18 მაისი, რომელიც საერთაშორისო მუზეუმების დღეა. ამ კუთხით რას გეგმავთ და სამომავლო გეგმებზეც რომ უთხრათ მაყურებელს, ის დაანონსებული, თქვათ, ანუ ვიტრინა კაბინების შეძენა, ან ახალი სულიშთაბერვა მუზეუმისთვის დაახლოებით როდის მოხდება და როდის შეძლებს უკვე დამთვალიერებელი კუთხის სტუმრობას. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი გაერთიანებულია აიკომის საბჭოში, ეს არის საერთაშორისო მასშტაბით სამუზეუმო გაერთიანება, რომელიც 42000-მდე და მეტი მუზეუმია გაერთიანებული. ყოველწლიურად აიკომი დაახლოებით 10 დღით ადრე აგზავნის თემის სათაურს და ამ თემის ირგვლივ სამუზეუმო გაერთიანება
ყველა საერთაშორისო მასშტაბით აკეთებს აქტივობებს, ღონისძიებებს, პროგრამებს. ჩვენც ველოდებით თემას, ჯერ არ არის გამოგზავნილი. მათგან შეთავაზებულ თემას და იმ თემის ირგვლივ 18 მაისს იგეგმება ღონისძიება. და ისევ ჩართული იქნება ახალგაზრდები. ეს ყოველთვის ეს არის პირველი ჩვენთვის, რომ ახალგაზრდებით იყოს მუზეუმი სავსე. მივესალმები ნამდვილად ამ გამოცოცხლებას, ამ კუთხით მუზეუმის და გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მალე ექსპონატები გამოფინოთ საჯარო სივრცეში. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი ლანა ქავთარაძე. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა დიდი.